რას ეტყოდით უცხო ქვეყნის იმ ელჩებს, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარს? ძალიან მიუქარიათ. ელჩები არიან ბოდიში და ნაბიჭვრები, ჩვენი ქვეყნის დაქცევა უნდა, სხვა არაფერი. ნაცმოძრაობას მორჩით, თავარი ესენი იყვნენ და კარგად ვიყო ჩვილო. ნაცმოძრაობა აღარ გვინდა, კაი, დამთავრდა ყველაფერი. არ უნდა ჩაერიონ, ნამდვილად არ უნდა ჩაერიონ უცხო ქვეყნები, იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვერევით იმ ქვეყნების იმაში, შიგა პოლიტიკაში, არ უნდა ჩაერიონ. ძალიან არასწორები არიან, ნუ აი რა უნდა ვთქვა. როგორ შეიძლება დღეს ნაცმოძრაობას კიდე ხარი დაუჭირო და კიდე გინდოდეს მაგათი აღზევება რა, მადლობა. რას ვეტყო და ვარგისები არიან რა, ეგრე არიან გასარეკები იქედა. მადლობა დიდი. როგორ ჩვენ ქვეყნის საქმეებში რატომ ერევიან? რა უფლება აქვს თუ ერევიან? ელჩებს არავინ არ ეკითხება შიდა პოლიტიკაზე და მათ მიხედონ თავიანთ სახელმწიფოს და იფიქრონ იმაზე, რომ აქ შემოსული არიან იმისთვის, რომ მეგობრული კავშირები დაამყარონ თავის ქვეყანასა და საქართველოს შორის და არა ჭუაგვარიგონ ჩვენ და რაღაცა თავიანთი ინტერესებიდან ამოსული რაღაცებს თავს გვახვევდნენ. კარგად შეისწავლონ საქართველოს სინამდვილე. არიციან საქართველო. კოლექტიურ ნაცმოძრაობა საქართველოში ჩემი აზრით დიდი ხანია არ უნდა არსებობდეს. ეს არის საქართველოს წურბელა, მუწუკი, რაც შეიძლება მალე ამოსაკვეთი. პატივცემულო ელჩებო, ევროკავშირის ელჩებო, ელჩები, რომლებიც ვერ არჩევენ სიმულიანტს ავადმყოფისაგან, ის ელჩები და იმათი სახელმწიფოები პუტინს ომს ვერ მოუგებენ. აი ეს პირდაპირ გადაეცით განსაკუთრებით პოლონელი რო არის, როცა ერევიან საქმეს აფუჭებენ, პრინციპში ძაბავენ აქ სიტუაციას ისედაც დაძაბულს. და კარგად კიდე არც ერთი არ ერევა, ყველა ცუდად ერევა. არ აქვს უფლება ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში და ყოველად დაუშვებელია ეს. თავხედობამდე მიდის მაგათი საქციელი. და მე არ მომწონს მაგათი საქციელი, ყოველად მიუღებელია ელჩების საქციელი. არა. არ უნდა ერევა. ნამდვილად არ უნდა ჩაერიონ ჩვენ საქმეში. ჩვენი საქმე ჩვენ ვიცით. ზედმეტად ნუ ჩაერევიან, ამას ვეტყოდი ჩემო კარგო. მიხედონ თავის ქვეყანას და ჩვენთან თუ უნდა დიპლომატიური ურთიერთობა, მაშინ უნდა სხვანაირად იმოქმედონ, ხო? მთავრობასთან უნდა იმოქმედონ და არა ოპოზიციასთან, რომლებიც ოპოზიცია აღარ არის, ესენი თავხედობენ უკვე რა. უნდა ერეოდნენ თუ არა უცხო ქვეყნის ელჩები ქვეყნის შიდა საქმეებში? არ უნდა ერეოდნენ. არ უნდა ერეოდნენ. ჩემი აზრით არ უნდა ერეოდნენ. უფლება რაღაც საერთოდ ჩვენ სინაო საქმეში ჩაერიოს. არა, ჩარევა არავისი არ ვარ. ჩემი აზრით ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი. ელჩებმა სამწუხაროდ არიციან ჩვენი ქვეყნის ისტორია, არიციან ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობა სოფლიო კულტურისათვის და არიციან ვინ არის ქართველი ხალხი. აი ეგ არის აქ მთავარი. თორემ ასეთ არჩევანს ალბათ არ გააკეთებდნენ. საცოდავები არიან. ნებისმიერი ელჩი მოდის აქ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, რომ ელჩი ერქვას და ხელფასი აიღოს. საქართველოს მისი კულტურა, მისი წარსული იყო, არის და იქნება უკვდავი, მაგრამ ეს ელჩები ხვალ წავლენ თავიანთ ქვეყანაში და არც დაფიქრდებიან იმაზე, რომ რა ჩაიდინეს ამით. შეახსენეთ იმ ელჩებს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხუდომილი ქვეყანაა. რას ეტყოდით უცხო ქვეყნის იმ ელჩებს, რომლებიც კოლექტიურ ნაცმოძრაობას უჭერენ მხარს? ვინ არის ელჩები? არც ვიცი, არც მაინტერესებს.